მოგესალმებით. კვლავ შინაურულის მარტივი რეცეპტების არხიდან. დღეს მოგიტანეთ შტოლენის მარტივი რეცეპტი, რომელსაც არ სჭირდება საფუარი და ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება. ჩემმა გამომწერებმა მთხოვეს შტოლენის კლასიკური რეცეპტის შემდეგ, რომელიც საფუვრით მზადდება, მისი მარტივი წესით მომზადება. ამიტომაც დღეს მარტივ რეცეპტს შემოგთავაზებთ. მას ასე პირველ რიგში 2 კვერცხი, წիկვი მარილი და ვანილი მოვათავსოთ ჯამში. დავაყაროთ 250 გრამი შაქარი და დავიწყოთ ათქვეფა. მანამ სანამ შაქარი და კვერცხი გათეთრებამდე არ აითქვიფება. როცა კვერცხი გათეთრდება შაქართან ერთად, დავამატოთ 200 გრამი ხაჭო. მნიშვნელობა არ აქვს, ხაჭო იქნება ოთახის ტემპერატურის თუ ცივი. შემდეგ კარგად ავურიოთ მიქსერის საშუალებით და აქვე დავამატოთ 2 სუფრის კოვზი ფორთოხლის ცედრა და მასთან ერთად 100 მილილიტრი ფორთოხლის წვენი. დავამატოთ მეოთხედი ჩაის კოვზი ილი, ანუ კარდამონი და აქვე დავამატოთ 1 ჩაის კოვს სოდას დასხმული 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და ყველაფერი მიქსერით კარგად ამოვურიოთ. შემდეგ კი მასას დავაცრათ 600 გრამი ფქვილი და ავურიოთ მიქსერის საშუალებით. როცა მიქსერს ტრიალი გაუჭირდება, უკვე დავიწყოთ ნიჩბით ცომის მოზელვა და დავამატოთ 150 გრამი გამდნარი კარაქი და კარგად შევაზილოთ ცომს. მანამ სანამ კარაქი ბოლომდე ცომში არ შეიზილება. ცომი უნდა გამოვიდეს აი ასეთი სისქის, რომელიც შემდეგ გავაჩეროთ მხოლოდ 10 წუთი. მანამდე კი მოვამზადოთ ქიშმიში და ჩირეული. ქიშმიში გავრეცხოთ, გავაშროთ, ამოვალოთ ფქვილში. ჩირეული, რომელიც თქვენ გიყვართ, დაჭერით და ჩაამატეთ ცომში. ასევე თხილეულიც. მე გამოვიყენე ნუში და ნიგოზი. რაც მთავარია, ყველაფერი ის ინგრედიენტები, რომელიც ცომში ემატება, თქვენ უნდა გიყვარდეთ და არ უნდა გქონდეთ მასზე ალერგია. როცა ცომში ყველა ინგრედიენტს კარგად შევურებთ, გადავიტანოთ ფქვილ მოყრილ მაგიდაზე და ოდნავ დავამუშავოთ ხელით. შემდეგ გავყოთ 2 ტოლ ნაწილად. შეგიძლიათ დაყოთ 3 ნაწილადაც თუ არ გინდათ, რომ შტოლენები დიდი ზომის გამოგივიდეთ. ცომის თითოეული გუნდა ხელით გავაბრტყელოთ. შემდეგ აი ასე გადავკეცოთ. ეს არის შტოლენის ტრადიციული ფორმა, რომელიც განასახიერებს ახალ დაბადებულ და ქსოვილში შეხვეულ ჩვილს, ანუ ქრისტეს. ამიტომაც შტოლენს მივცეთ ტრადიციული ფორმა და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე. გამომცხვარი ცხელი შტოლენები გამოვიტანოთ საცხობიდან და შემდეგ გადავუსვათ ბლომად გამდნარი კარაქი და მოვაყაროთ ცხელსვე შაქრის პუდრა ორივე მხარეს, როგორც ზემოთ, ისე ქვემოთაც და ბოლომდე გავაციოთ. შემდეგ კი შტოლენები შევახვიოთ ფოლგაში ან საცხობ ქაღალდში და შევინახოთ შობამდე, ან გემრიელად მივირთვათ ახალი წლის ღამესაც. უგემრიელესი და არომატული შტოლენები შეგიძლიათ 1 ან 2 კვირით წინასწარ გამოაცხოთ, რადგან გემოები კიდევ უფრო კარგად გაუჯდება. შინაურულზე არის ტრადიციული შტოლენის რეცეპტიც, რომელიც ასევე აუცილებლად უნდა ნახოთ. და აარჩიოთ თქვენთვის სასურველი რეცეპტი. შინაურულზე არის სხვა სადღესასწაულო რეცეპტებიც სპეციალურ ალბომში. დღეს ამით გემშვიდობებით. მადლობა რომ გვიყურეთ. მომავალ მარტივ რეცეპტამდე.